კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყოველდღიურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, სადაც მოკლედ და გასაგებად მოგაცდით ინფორმაციას ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებმა აშშ-ს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან საბოლოო შედეგი ვერ გამოიღეს, შაბათს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 აგვისტოდან მექსიკიდან და ევროკავშირიდან შემოსულ იმპორტზე 30%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. ზედიზედ მეორე კვირაა, რაც გლობალური კაპიტალური ფონდები მოგებას ხედავენ, რასაც ხელი შეუწყო AI-სთან დაკავშირებული აქციების უეცარმა ზრდამ და აშშ-ში არსებული ტარიფების აგვისტომდე გადავადების მოლოდინმა, რომელმაც შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს განცხადებით, ნავთობის ფასმა წინა კვირას 2%-ზე დიდი ზრდა ნახა. ამ საკითხზე საუბრისას საყურადღებოა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მიმდინარე ტარიფები და ის დამატებითი სანქციები, რომელიც შესაძლოა რუსეთის მიმართ დაწესდეს. ბოლო სესიაში MACD-ის განცხადებით ევრო-დოლარის წყვილმა ვიწრო ჭრილში იმოძრავა, ეს კი საკმაო პოზიტიურ სიგნალს იძლევა. ასევე ბოლო სესიაში ფუნტი 0.5%-ით დაეცა დოლართან მიმართებაში. სტოკასტური ინდიკატორის მიხედვით ამჟამად გადაჭარბებულად დაფესებულ მარკეტში ვართ. ავსტრალიური და აშშ დოლარის წყვილმა მცირე 0.1%-იანი დაღმავალი კორექცია შეასრულა. ROC დადებით სიგნალს იძლევა. დოლარი იენის წყვილმა 0.7%-იანი ზრდა ნახა. ROC დადებით შეფასებას იძლევა. რამდენიმე დღეში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. მაღალი მნიშვნელობის რეპორტების მოლოდინში ინვესტორებმა და ტრეიდერებმა თვალყური უნდა ადევნონ მიმდინარე განცხადებებს მარკეტში მოსალოდნელ პოტენციურ ცვლილებებზე დაყრდნობით. ყურადღებით დააკვირდით ამ ეკონომიკურ სიახლეებს კვირის განმავლობაში იმისთვის, რომ იყოთ ინფორმირებული და მზად ადაპტაციისთვის მარკეტის ნებისმიერი მაჩვენებლის რყევის შემთხვევაში. გსურთ ყოველდღიური განახლებებისა და სიღრმისეული ინფორმაციის მიღება, ჩვენი პლატფორმა თქვენს ხელს არის.